ევთაოდირის გადაუდებელი მოსაზრება ქართული ოცნების მთავრობის ბოლო რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ორგანიზაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ამოქმედებულ ბოლო რეგულაციებს 43 გვერდიან დასკვნაში აკრიტიკებს. აღნიშნავს, რომ ქუჩის დემონსტრანტებთან დაკავშირებით გამკაცრებული სასჯელების საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ ეს ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს თანხმედრის ნაკლებობის გამო. ისინი ოცნების მთავრობას დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლებს ახსენებენ. სოფო ვარდიაშვილი გაიცნო ევთაოდირის დასკვნის დეტალებს და მოისმინა ქართველი უფლებადამცველების პოზიციებიც, ის გააგრძელებს ახლა სწორედ თემაზე საუბარს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც თვითონაც აქტიურად მუშაობენ ამ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებაზე და მათ მხრიდანაც არაერთხელ მოგვისმენია საკმაოდ კრიტიკული შეფასებები, ევთაოდირის ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადი დადასტურება იმისა, რომ ეს კანონები, ცვლილებები კანონში აბსოლუტურად არ შეესაბამება ადამიანის უფლებების სტანდარტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევთომაც დაადასტურა, რომ ეს ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები ქართული ოცნების მხრიდან არღვევს ყველა ამ პრინციპს. ამ დასკვნაში, ევთოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ლაპარაკია სწორედ იმის შესახებ, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა არღვევდეს ადამიანის პოლიტიკური უფლებების განხორციელებას, შესაბამისად მათ უზღუდავდეს შეკრებებში მონაწილეობას, რაც შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე ეს გამკაცრებული კანონები და ჯარიმები მათი შეფასებით, ასევე მათი მხრიდან ასევე კრიტიკულად არის შეფასებული და ასევე არის ნათქვამი ისიც, რომ ეს პრაქტიკა რაც ითვალისწინებს იმას, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ უკვე დამძიმებული სასჯელი უნდა მოიხადონ მოქალაქეებმა ამ შეკრებებში მონაწილეობის გამო და შესაძლოა სისხლის სამართლის წესით გასამართლენ ისინი უნდა გაუქმდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევთო როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ეს დასკვნა ახლა მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება მათ ხელში და მნიშვნელოვანი დამატებითი არგუმენტი, რომ კონკრეტული საქმეების განხილვებისას, რომლებიც ეხება ადამიანების დაკავებას თუ მათ დაჯარიმებას გზის გადაკეტვის გამო, რომ წარადგინონ ეს არგუმენტი ამ ადამიანების დასაცავად. ეს ევთოს დასკვნა არ არის მომზადებული მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ ევთოს დასკვნა ითვალისწინებს გაეროს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის, ადამიანის ევროპული სასამართლოს გამოცდილებების და სხვა ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ავტორიტეტული ორგანიზაციების პრაქტიკებს. ამიტომ ისინი იმედოვნებენ, რომ ეს იქნება სერიოზული დამატებითი არგუმენტი იმისთვის, რომ გამოიყენონ ამ კონკრეტული кейსების განხილვისას, როგორც ნაციონალურ დონეზე, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ამ кейსების განხილვა გადაინაცვლებს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანები, ვინც მოიხადეს პატიმრობები, ადამიანები, ვინც დღეს იხდიან პატიმრობებს, მათ ადამიანის უფლები ერღვევა და ევთაოდირის დასკვნა ამას კარგად ადასტურებს. პირდაპირ წერს, რომ ესე ვთქვათ, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს იმას, რომ პროტესტზე მოხდეს ხალხშეშლა, საუბრობს იმაზე, რომ მთლიანი კონტექსტი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული უწყვეტი პროტესტი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და აღნიშნულია ის, რომ ამ ესე ვთქვათ, ცვლილებებმა შეიძლება დაარღვიოს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ უფლებების შესყიდვა ხდება არა იმის ნით, რაც ფორმალურად არის დეკლარირებული, არამედ რაღაც სხვა პოლიტიკური მიზანშეწონებებიდან გამომდინარე. ყოველგვარი შესაბამისად, ყველა შესაძლო პერსპექტივიდან ეს კანონი არის შეფასებული როგორც შეუსაბამო ადამიანის უფლებებთან. ევთაოდირის დასკვნაში ყურადღება არის გამახვილებული თვითონ საკანონმდებლო პროცესზეც და აღნიშნულია, რომ მაგალითად განმარტებით ბარათში არანაირი დასაბუთება არ არსებობდა თუ რატომ იყო საჭირო ესეთი მკაცრი კანონების მიღება. აგრეთვე ხაზგასმა არის იმაზეც, რომ კანონს მსუსხავი ეფექტი ექნება, რაც რა თქმა უნდა წინააღმდეგობაშია შეკრების და გამოხატვის თავისუფლებასთან. ყველა დებულებასთან დაკავშირებით აქვს ევთაოდირის შენიშვნა და დასკვნის საფუძველზე ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად მოდის ეს კანონები წინააღმდეგობაში ადამიანის ძირითად უფლებებთან და რამდენად მკაცრი და არაპროპორციულია ეს სანქციები, რაც არის გათვალისწინებული.
იგივე პრეტენზიებს ამ კანონების მიმართ გამოხატავენ, რა თქმა უნდა, ადვოკატები, რომლებიც სასამართლოში უშუალოდ იცავენ ხოლმე იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც ამ დაჩქარებული წესით მიღებული, გამკაცრებული კანონების შედეგად არიან ხოლმე დაპატიმრებული. და ადვოკატებისთვისაც ეუთოს დასკვნა არის დამატებითი არგუმენტი, რა თქმა უნდა, ამ დავების პროცესში. ისინი ამბობენ, რომ ისინი სასამართლო პროცესებზე ხშირად მიმართავენ ხოლმე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მიმართონ უზენაეს სასამართლოს იმისთვის, რომ ამ კანონის შესაბამისობა დადგინდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, თუმცა ასეთი ფაქტი ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში არ მომხდარა. უთოდირის საკმაოდ კრიტიკულ დასკვნას რო თავი დავანებოთ, მათ გითხრეს ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მოცემული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, პირველ ჯერზე გზის გადაკეტვის შემთხვევაში იმპერატიულად წესდება პატიმრობა და მეორე ჯერზე უკვე სისხლის სამართლის სახდელია. მანამდე 5000 ლარიანი ჯარიმები, რომლებიც სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური, ამას არ ჭირდება იურიდიული განხრება, შეუარაღებელი თვალით ნებისმიერ ადამიანს ამას მიხვდება და ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმ სისტემას, რომელიც კონვეიერული წესის ჯის ქართულ ესრონის მოწინააღმდეგეებს, ნახავთ, რომ კონკრეტული კანონის ლეგიტიმური მიზანი ის კი არ არის, რომ შეიქმნა საზოგადოება, რომელიც კანონს პატივცემს, არამედ ის არის, რომ ქართული ოცნების ერთი კონკრეტული პარტიის მოწინააღმდეგეების სწრაფად და მარტივად მიეცემა პასუხისგებაში. ქართული ოცნების მხრიდან განხორციელებული ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მან ფაქტობრივად მოახდინა აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და პროტესტის კრიმინალიზება, არავითარ კავშირში არ არის და პირიქით სრულ წინააღმდეგობაშია დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან და ის მიზნად ისახავს რეპრესიებს და პროტესტის მოკლას. ქართული ოცნების მიზანს წარმოადგენს სწორედ ქართული საზოგადოების დაშინება და მათ შორის ეუთოდირის დასკვნა იმ რეალობასთან ერთად, რაც საქართველოში ყოველდღიურად ხორციელდება, გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება, დემოკრატია და ცივილური სამყარო ერთმანეთთან არის სრულ შეუსაბამობაში. ეს დასკვნა ეუთო ოდირმა მოამზადა საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე და ვიდრე ლევან იოსელიანის აპარატი მიმართავდა ეუთო ოდირს, მანამდე ჩვენ ნახეთ მოწოდებები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან იოსელიანის მიმართ, რომ გაეგზავნა ეს ცვლილებები კანონში შესამოწმებლად ეუთო ოდირში. დღეს ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც და აქაც აღნიშნულია, რომ მისი მიმართვის საფუძველზეა ეს დასკვნები მომზადებული და ამ ვრცელი დოკუმენტიდან რამდენიმე პუნქტი აქვს ამოღებული სახალხო დამცველს ამ განცხადებაში და ამაში არის ნათქვამი განცხადებაში, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ეს საკანონმდებლო ცვლილებები იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებს და ერთ-ერთი მაგალითად ამოღებული პუნქტი ამ დასკვნიდან სახალხო დამცველის განცხადებაში არის მოტანილი და ლაპარაკია, რომ ეუთოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული საშუალები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლიათ შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.